ევთაოდირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გადახედოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის განხორციელებას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი აძლიერებს შეშფოთებას ბოლო დროს მიღებული სხვა კანონების და სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის ნეგატიური ზემოქმედების გამო ამის შესახებ ნათქვამია ევთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის განცხადებაში. ოდირის დირექტორის მარია თელალიანის თქმით, ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზეა ისახება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ლობისტური საქმიანობის რეგულირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და კორუფციის თავიდან ასაცილებლად. თუმცა ამავდროულად მან პატივი უნდა სცეს და არ ხელყოს პოლიტიკური და საზოგადოების მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, როგორც არის ევთაოდირი, როგორც არის ვენეციის კომისია, თუმცა ივანიშვილის ავტოკრატიის ხარისხი უკვე გაცდა ყოველგვარ შეფასებაზე დაქვემდებარებას და შეფასების შესმენას, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გამკაცრდეს სასანქციო პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს არის ის ერთადერთი რამ, რაც ივანიშვილს ტკივა და რაც ივანიშვილს მოაბრუნებს ამ წყულიდან და გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას იმ ქაოსიდან და ჩიხიდან, რომელშიც ივანიშვილის მმართველობამ შეიყვანა. ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონი, ფარას კანონი, რომელსაც დაარქვეს თავისუფლად ამერიკული და ასევე შინაარსობრივად და მიზნობრივად რუსული კანონია. მედიის შემზღუდავი კანონპროექტი, რომელსაც დაარქვეს ბრიტანული კანონი და სინამდვილეში მიზნობრივად არის რუსული. რატომ არის ეს ყველა კანონი რუსული? მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მათი მიზანია ორგანიზაციების, მედიების შეზღუდვა და დახურვა და შედეგობრივად რომ გადავხედოთ ამ ყველაფერს, ამ შედეგს ივანიშვილი ნაწილობრივ აღწევს. ვიცი რომ წამს და ბოლო მაგვიროებს ზუსტად ამ მოცემულობას ვაწყდებით, თუ კი კონკრეტული კანონები კონკრეტულ ქვეყნებში არანაირად არ იწვევენ უფლებების კუთხით რაიმე თვალსაზრისით უკუსვას, ფარა, რომელიც შეერთებულ შტატებში 30-იან წლებიდან მოქმედებს და არის ძალიან მყარი საფუძველი შეერთებული შტატების სუვერენიტეტის დაცვისა გარე შემოდინებებისგან. ბრიტანეთში ის მედია კონკრეტული საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მოქმედებს და საზოგადოებას იცავს ფეიკისგან და არასწორი ინფორმაციისგან და იქ არის ეს წარმატებული დემოკრატიული საკანონმდებლო დანაწესები, როგორ შეიძლება ის საქართველოში იყოს რაიმე ფორმით ნეგატიური, ამაზე რა თქმა უნდა არავის არ აქვს პასუხი. ფარას კანონზე თუ ისინი ამბობენ, რომ არადემოკრატიულია, რა ვიცი, შეუძლია მიმართონ ამერიკულ მხარეს, ხო, ჩვენ სიტყვით copy-paste გადმოვიღეთ ამ კანონპროექტის. ხაზგასმით ვაცხადებთ და ეხაც ვამბობ, რომ ეს არის გაცილებით კაცრი კანონი, ეს არის დრაკონული კანონი, იმ კანონთან შედარებით რა კანონით ჩვენ მივიღეთ, თუმცა თითქმის 1 საუკუნე არის მოქმედებს ამერიკაში და არ ამგონია, რომ ეხა ამერიკაში 1 საუკუნე მოქმედებდეს ანტიდემოკრატიული კანონი.